დილამშვიდობის სამი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. პირველი ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება არ ცნო და ფაქტობრივად ივანიშვილის რეჟიმი, რუსული რეჟიმი არალეგიტიმურად გამოაცხადა და მეორე, ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტები შეუშერა თვითგამოცხადებულ მთავრობას ივანიშვილის რეჟიმს. ეს არის კაფიო გზავნილი დასავლეთისგან, ვინც არ ყვევს ადამიანის უფლებებს, ირს უთხრის დემოკრატიას, ის ვერ და არ იქნება მიღებული დასავლეთში. და მესამე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ამბავი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მელია გირჩების დებატები არის ის, რაზეც წლების განმავლობაში ივანიშვილი დებს ფსონს. ოპოზიციის დაპირისპირება, გახლეჩვა და სანახაობა სწორედ აი ამ გზით ინარჩუნებს ის ძალაუფლებას. ამიტომ ამ თამაში არავინ არ უნდა შეყვეს ივანიშვილს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, მთავარი პრობლემა არის რუსული რეჟიმი, რომელმაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიას, არჩევნები წაგვართვა და ახლა ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ დემოკრატია, არჩევნები და გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები. ყველას გელოდებით რუსთაველს. არ აღვეთ ივანიშვილის თამაშებს.